გამაგებინებთ ხალხურ რატო დგას ეს კაბა მანეკენზე და საერთოდ ყველა ორსულზე ასე ლამაზად და რატომ ვგავარ მე დიდ მუხლუხოს დიდი ვარდისფერი მუხლუხო აი მე მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე იმედი მაქვს რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად და გიბრუნდით ახალი ვლოგით და გავატაროთ დღე ერთად როგორც იქნა ავიღე კამერა და ვიწყებ ახალ ვლოგს სიმართლე გითხრათ არ მაქვს იდეები საერთოდ რა გადავიღო რადგან ყოველ დღე არის ჩემთვის ყოველდღიურობა თუ რაიმეს ვაკეთებ კიდე მავიწყდება გადაღება და შემდეგ მახსენდება რომ კარგი იქნებოდა თუ ამ დღეს გადავიხებდი მოკლედ თან გასუქებული ვარ ძალიან დავემსგავსე მუხლუხოს განსაკუთრებით ამ კაბაში დიდი ვარდისფერი მუხლუხო ვარ და მოკლედ იმედი მაქვს რომ ამ ვლოგიდან რამე მაინც გამოვა ახლა არის 11 საათი საერთოდ ყოველდღიურად ვცდილობ რომ ბავშვებს რომ გავაცილებ სახლიდან ეგრევე დავალაგო და ისე გენერალურად არაფერს არ ვაკეთებ რაც მთავარია ვიღებ ზედმეტ ნივთებს ვამტვარს ასრუტებ ვიღებ მტვერს მივალაგებ სააბაზანოს და სამზარეულოს და მორჩა მერე მთელი დღე ან ვფიქრობ რა მოვამზადო ან ვამზადებ ან წუწუნებ რომ ძალიან გავსუქდი ასე მიდის ჩემი დღე და მოკლედ დღეს უკვე მივალაგე ყველგან გავამტვარს ასრუტე კიდეც და არ ვაპირებდი ვიდეოს გადაღებას უბრალოდ ინტერნეტში ჯდომის დროს და სკროლების დროს შემხვდა ძალიან ბევრი მაკიაჟის ვიდეო. ამან მომცა დიდი мотиваცია და მინდა რომ რაღაც ტრენდული მაკიაჟი გავიკეთო. მაქვს ასეთი ბწყვიალა კრემი. ამის გარდა კიდევ მაქვს ბწყვიალა კრემები და არ ვიცი სად არის. ეს არის ერთჯერადი და გადავწყვიტე რომ ეს გამოვიყენო დღეს. შიგნიდან რომ კანი პრიალებს, მოკლედ ნახოთ რა გამოვა. მიუხედავად იმისა რომ დღეს სახლიდან გარეთ გასვლას არ ვაპირებ, მაინც გადავწყვიტე რომ ლამაზად გავიკეთო მაკიაჟი და იქნებ მოვიდე ცოტა ხასიათზე. ქალბატონი მუხლუხო, აი ასეთია, პრიალა და მე მგონი ეს უნდა წაისვა ტონალურის ქვეშ. კი, ტონალურის ქვეშ. მოკლედ სრულფასოვანი მაკიაჟის გაკეთებას ვაპირებ ტონალურით და მთელი ამბებით. ასევე მინდა რომ თვალებიც ჩავიხატო, რადგან დიდი ხანია არ ჩამიხატია და ყოველდღიურად ვიკეთებ მხოლოდ ყოველდღიურ მაკიაჟს. ამიტომ იქნებ თქვენც მოგცეთ мотиваცია და ვინმეს მოუნდეს დღეს, უბრალო დღეს ლამაზად მაკიაჟის გაკეთება და ლამაზად რომ გამოიყურებოდეთ. შორის არის ულამაზესი კრემი. ძალიან მომეწონა, აი ასე ქვია. თუ ჩანს არ ვიცი. აუცილებლად დავდებ თვითონ კრემსაც და მოვძებნი და ვიყიდი აუცილებლად, რადგან ზაფხულისთვის არის უიდეალურესი. ოყურეთ კმი როგორ ბრწყინავს. ძალიან ლამაზია. მართლა და ტონალურიც აღარ არის საჭირო. მე მგონი ეს არის ჰაილაიტერი. და მე კი წავისვი მთლიანად და რა ვიცი კი გაია. იყოს მართლა ამ კრემს ვიყიდე და წავისვი ხოლმე ყოველდღიურად. ზაფხულისთვის ძალიან ლამაზია.
ახლა გავიკეთოთ მაკიაჟი და მოგიყვებით დღევანდელ ამბებს. მოკლედ გოჩა დღეს სახლში უნდა მოვიდეს 2 საათისთვის და ნიცას, რადგან ბოლო დღეებია სკოლაში, უпростоრად ბოლო კვირებია და აქვთ სხვადასხვა აქტივობები. დღეს გოჩა კლასთან ერთად მიდის თეატრში. თეატრის გვერდით არის პარკი, როგორც მასწავლებელმა გაგვაგებინა და შემდეგ მოაწყობენ პიკნიკს. საჭირო იყო მხოლოდ ბავშვებისთვის საკვების გატანება. ყველა ბავშვს თავისი აქვს. მოკლედ პიკნიკს ისე არ აკეთებენ, ვისაც რა უნდა მოიტანოს და დააწყოს. ყველა ბავშვს თავისი სადილი აქვს. ნიცა კლასთან ერთად მიდის დღეს მუსულმანურ ეკლესიაში. როგორც იცნობოდა მოშე და მოშე არ მახსოვს ქართულად როგორ არის. კი ვარ გამოშტერებული. მოკლედ იქ მიდიან დასათვალიერებლად, რადგან რელიგიაში ახლა გადიან მუსულმანურ რელიგიას, უბრალოდ სწავლობენ საიდან მოდის და საიდან იღებს სათავეს. თორე სკოლა არის ისე კათოლიკური და უფრო დიდი აქცენტი აქვთ გაკეთებული ქრისტიანობასთან. ეს სიმართლე გითხრათ, ცოტა გამიკვირდა, რომ მუსულმანურ რელიგიასაც სწავლობენ. მოკლედ და 2 საათზე მოვლენ ორივე სახლში. ამიტომ დღეს მინდა რომ გამოვაცხო შტრუდელი ვაშლის და აქამდე მეგონა რომ შტრუდელი იყო გერმანული, თურმე ავსტრიულია, არ არის გერმანული და მაგრამ დიდი პოპულარობით სარგებლობს საერთოდ გერმანიაში. ამიტომ მეგონა რომ იყო გერმანული. სადილად მომზადებ ასევე გერმანულ კერძს, ქურივურსტს სოსისით. მაქვს გაზიარებული თქვენთვის რეცეპტი ქურივურსტის და ჩემს ოჯახში ძალიან უყვართ, ამიტომ ერთ-ერთი კარგი გამოსავალი არის ხოლმე, როცა არ ვიცი რა მოვამზადო, უცებ მაგას მოვამზადებ და მთელი ოჯახი კმაყოფილია. მართლა ძალიან ლამაზი კრემია, თუ მე მიჩვენება, რომ არის ულამაზესი. სხვათა კამერა იმდენად ვერ გადმოსცემს, სინამდვილეში არის უფრო ლამაზი. ბრწყვიალებს და რაღაც ზაგარის ეფექტი მისცა. ულამაზესია. ასევე დღეს მინდა რომ მისაღებ ოთახში დავალაგო კარადები. საშინელი ფერი. 3 კარადა მინდა რომ დავალაგო, სადაც ფარდები მიდევს, თეთრეულები და მაგიდის გადასაფარებლები. მოკლედ ყველაფერი არის ერთმანეთში არეული და საერთოდ როცა გადავწყვეტ ხოლმე ასეთი კარადების დალაგებას, კარგ შემთხვევაში გრძელდება კვირები, 2-3 კვირა, საშინელ შემთხვევაში თვე-თვენახევარი. ამჯერად ალბათ სადღაც თვე არის, რაც ვამბობ რომ დავალაგებ და ვერაფრით ვერ დავალაგე და იმის გამო რომ ყოველ ჯერზე ვიცი რომ უნდა დავალაგო და დავალაგებ ვითომ უარესად ყურადღებას არ ვაქცევ სადრადევს და მიდის ესე ყველაფერი ერთად. ამიტომ დღეს აუცილებლად უნდა დავალაგო ეგ კარადა და მინდა რომ იატაკი გავწმინდო. წესით დღეს არ უნდა გავწმინდო იატაკი, მაგრამ გუშინ იყვნენ გოჩას მეგობრები. ალბათ ფეხში შველებმა იარეს თუ არ ვიცი რა ქნეს. მთელი მისაღები ოთახის იატაკი არის დალაგული საშინლად. ამიტომ
გავწმინდა ვფარემ ყველგან იატაკს და დღეს ვფიქრობ, რომ იატაკი გავწმინდო სხვა იატაკის ჯოხით, რადგან ვფიქრობ, რომ ის ჯოხი ლურჯი მიტოვებს ხაზებს ძალიან ბევრს და უნდა ვცადო სხვა ტილოთი გაწმენდვა უფრო სწორად. ვფიქრობ, რომ პატარა იატაკის ჯოხით გავწმენდა ყველგან იატაკს. ესეც ბოლო შედეგი. მეტი აღარ გადამიღია, რომ ძალიან დიდი და უაზრო ვიდეო არ გამოსულიყო. დავიმატებ მხოლოდ ბლაში, ოდნავ აქ თვალზე ტუში და ტუჩის ფანქარი, მეტი არაფერი. მოკლედ არის ულამაზესი, მართლა ძალიან ლამაზი მაკიაჟია და მიხარია, რომ არ დამეზარა და გავიმეორე. მინდა რომ თმა ავიწიო და დღეს აი ასეთი ლამაზი თმის სამაგრით. აქ ჩამოვწევ. ესეც ასე, ჩემი მაკიაჟიც მზად არის, მეც მზად ვარ ახალი დღისთვის და მოვამზადოთ ახლა ვაშლის შტრუდელი ერთად. რა თქმა უნდა, სამკაულებით, გავიკეთე ასეთი ფული საყურეები, ულამაზესი და თითები ისეთი გასიებული მაქვს, რომ არც ერთი ბეჭედი აღარ მეტევა. მოკლედ ვიკვეტავ ამ ბეჭდებსაც. და ასევე გულებიანი ყელსაბამი. სამკაულის გარეშე საერთოდ დღე არ უნდა დაიწყოს ქალმა მე რომ მკითხოთ. მორჩა, წავედით, თორე დარჩა ჩვენი შტრუდელი. მოვამზადოთ პირველ რიგში ცომი, რა თქმა უნდა შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ მზა ფენოვანი ცომი. დღეს მე მინდა რომ ორიგინალი შტრუდელი მოვამზადო, ამიტომ მე თვითონ მოვამზადებ ცომს. აქ მაქვს 250 გრამი ფქვილი, დამჭირდება 100 გრამი თბილი წყალი, 1 კვერცხი და 2 სუფრისკოვზი ზეთი. ზეთი გამოიყენეთ სუნის გარეშე, რომ არ მისცეს თავისებური სუნი და გემო შემდეგ ცომს. ცომის მოზელვა არის უადვილესი, ფქვილს ვუმატებ კვერცხს, ზეთს, შემდეგ წყალს, კარგად მოვზილოთ და ჩავდოთ მაცივარში 1/2 საათით, რომ დაისვენოს. სანამ ცომი დაისვენებს, მოვამზადებთ ვაშლის შიგ-თავს. ცომიც მზად არის, აი ასეთი უნდა გამოვიდეს. ახლა გადავაკრავ ზემოდან საკვებ პარკს და ჩავდებ მაცივარში 1/2 საათით. ვამზადოთ შიგ-თავსი, შიგ-თავსისთვის გამოვიყენებ ვაშლს, ავიღებ ასეთ 4 მოზრდილ ვაშლს და მოვამზადებ ნიგოსთან ერთად. წესით ასევე უხდება ქიშმიში. ქიშმიში ვერ ვიპოვე, სადღაც მაქვს, მაგრამ ვერ ვიპოვე სად არის და ასევე ნიგოზით აღარ მქონია და გამოვიყენებ ასეთს, უცებ დავამტვრევ რამოდენიმეს, ჩავჭრი და შემდეგ უნდა მოვთუშოთ ტაფაზე. ასევე ერთ სუფრისკოვს თაფლთან ერთად. პირველ რიგში გავთვალოთ ვაშლი. გაფრჭებულია.
კანს ვაცლი. შეგიძლიათ არ გააცალოთ კანი სურვილის მიხედვით. მე ვაცლი ხსულ და ახლაც ასე მოვამზადებ. ვარსლს ზემოდან მოვაწუროთ ლიმონი. აი ასე. და უნდა ახლა დავაკარამელიზიროთ ცხელ ტაფაზე შაქართან და კარაქთან ერთად. დავუმატებ 5 სუფრისკოს შაქარს. შაქარი შეგიძლიათ მეტი ან ნაკლები გამოიყენოთ. გააჩნია რა სიტკბოსი გინდათ. არ დაგავიწყდეთ რომ ცომში არ არის შაქარი. ასევე დავუმატოთ ცოტა დარიჩინი. ჩემი ვაშლი ითუშება სულ რამოდენიმე წუთი. ახლა დავუმატებ თაფლს, 1 სუფრისკოზე თაფლი და მიგოზე. როგორც უკვე გითხარით, ძალიან უხდება ქიშმიშიც და თუ მოამზადებთ, აუცილებლად მოამზადეთ ქიშმიშით, რადგან არაა მქვეყნიური გემოაქვს შემდეგ. ცალკე გადავიტან რომ ოდნავ გაგრილდეს და დავიწყოთ უკვე აწყობა. საერთოდ შტრუდელის უნიკალურობა არის იმაში, რომ თვითონ ცომი უნდა იყოს ძალიან თხელი. ამიტომ დაგვჭირდება სუფთა ჩაისტილო და უნდა გავაფრთხილოთ ამ სუფთა ჩაისტილოზე. ცოტა მოვაყაროთ ქვილი. გადმოვიტანოთ ჩვენი წინასწარ მომზადებული ცომი. ასე გავაფრთხილეთ გრძელი მართკუთხედი. ახლა ზემოდან უნდა მოვაყაროთ ჩვეულებრივი დაბქვილი ორცხობილა, ანუ ეგრეთ წოდებული სუხარი. თუ არ გაქვთ სუხარი, ან არ გინდათ რომ სუხარი მოვაყაროთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ მანის ქაში და მოვაყაროთ მანი. აი ასეთ ხლად. რადგან ვაშლი არის წვნიანი, გამოუშვებს კიდე ცხოვის დროს თავის წვენს და სჭირდება რაღაც, რამაც შეიძლება რომ შეიწოვოს. გადავიტანოთ ვაშლი. გადავუკეცოთ. აი ასე. და ჩაისტილოს მეშვეობით გადავახვიოთ. დავიტანოთ გამოსაცხობ ფორმაზე. წავუსვათ მორჩენილი წვენი.
და გამოვაცხოთ წინასწარ კარგად გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 30-35 წუთი. She galvanized me, steady like steel, back on my feet, living for the thrill again, loving for another day. She satisfied me, gave me what I want, just what we need, never too far away, loving for another day. But she asked for something more. She asked for, yeah, she asked for something beautiful. She asked for, yeah, she asked for something beautiful. She mystifies me, tell me what I
ჩემი კარადებიც როგორც იქნა დალაგდა და ჩემი შინაგანი პერფექციონიზმი არც თუ ისე კმაყოფილია, მაგრამ არა უშავს, ძლივს დავალაგე. მართლა არ მეგონა, რომ ერთი კარადის დავაგება ასე გამიჭირდებოდა. რა მეშველება ხალხო. აქ მაღლა დევს პირსაწმენდები, რომლებიც სააბაზანოში ვერ ეტევა და ჩაის ტილოები, რომლებიც სამზარეულოში ვერ ეტევა. ხშირად აქედან ვამატებ ხოლმე, როცა მჭირდება და დაბლა არის თეთრეულები და ზეწრები, ეს ზეწრები, რომლებსაც ვერასდროს ვერ ვკეცავ ნორმალურად. აქეთ არის მაღლა ფარდები და მიყვარს, როცა ასე არის დალაგებული, რადგან ყველა ფარდა ჩანს და ვიცი სად რომელი დევს. ხოლო დაბლა არის გადასაფარებლები, მაგიდის სეტები და ეს მაგიდის წვრილი გადასაფარებლები. ასევე ხელსახვოცები და ესენიც მოკლედ. ბავშვებიც მოვიდნენ და ვერ მოვასწარი იატაკის გაწმენდვა, მეგონა რომ მოვასწრებდი სანამ მოვიდოდნენ. ახლა მოვამზადებ სადილს და შემდეგ გავწმენდავ იატაკს, რადგან ამას ხვალისთვის ვერ გადავდებ. აქედან კარგად არ ჩანს, მაგრამ მთელი მისაღები ოთახი აი ამ მდგომარეობაშია. შუქზე ჩანს მხოლოდ და აუცილებლად უნდა გაიწმინდოს იატაკი აქ მაინც და შემოსასვლელში. შემდეგ ვფიქრობ, რომ ყველგან გავწმენდავ, რადგან 2-3 ოთახი დარჩება. სადილს როგორც უკვე გითხარით, ვამზადებ გერმანულ სადილს სოსისით, ანუ სარდელით. აქ მაქვს კარტოფილი ფრი, შემწვარი სარდელი და სალათი. აქ არის კიდრი პომიდორი და აისბერგის სალათი, ასევე ხახვი. ამას ავაწყობ თეფშზე, ზემოდან მოვასხავ კეჩუპს და ბოლოს მოვაყრი ქურის სუნელს. ასევე გამოცხვა ჩემი შტრუდელი და ვერ შევიკავე თავი და გავსინჯი, არის უგემრიელესი, ზემოდან უნდა მოეყაროს შაქრის პუდრა, ცოტა ხანში მოვაყრი და ასევე გამოვაცხე ბრაუნი. რადგან ჩემი შვილებისთვის სასიცოცხლედ მნიშვნელოვანია ბრაუნი ყოველდღიურად. აბსოლუტურად ყოველდღიურად ვაცხობ და კიდევ კარგი არის ძალიან ადვილი რეცეპტი და არ სჭირდება დიდი ხანი მომზადებას. ასე რომ ახლა ავაწყოთ ქურის თეფში. ამ სადილს ქვია ქურის თეფში, რადგან ასე თეფშზე უნდა აიწყოს კარტოფილი, შემდეგ სოსისი. სოსი ბევრია და ვისაც უნდა შემდეგ დაიმატებს. სალათი. ასე. კეჩუპი და თვითონ ქურის სუნელი. ასევე ძალიან უხდება ქურის კეჩუპი, რომელიც იყიდება უკვე ქური ამ სოუსით, უпростоროდ ამ სუნელით და ასეთი უგემრიელესი თეფში გამოდის. არის მართლა ძალიან გემრიელი. მე დღეს გამოვიყენე სპეციალური ქურის სოსისი, მაგრამ ჩვეულებრივ სარდელთანაც ძალიან გემრიელია.
ახლა არის დღის 4 საათი, ნახევარი დღე გავიდა უკვე და ჩემი მაკიაჟი ასე ლამაზად გამოიყურება, მოკლედ გადარეული ვარ იმ ვითომ კრემზე, რომელიც დღეს წავიცვი. სინამდვილეში არის ჰაილაიტერი და მსგავსი ჰაილაიტერი მაქვს, ასეთი ნუქსის. ესეც ხშირად მაქვს წასმული უბრალოდ ზემოდან, მაგრამ იმის ეფექტი უფრო მომეწონა. ეს არის 6 გრამი, ნახე ინტერნეტში, ის არის 9 გრამი და 6 ევრომდე ღირს. მოკლედ გადავწყვიტე რომ ვიყიდო ის ჰაილაიტერი და ჩემს სახის დამატენიანებელში გავურიო ხოლმე ცოტა და ისე წავისვა. ან და ასე უბრალოდაც რომ წავისვა არის ულამაზესი, მართლა ძალიან ლამაზია. ახლა გაჩვენებთ დღის შუქზე, რადგან წეღან მქონდა განათება ჩართული და უფრო ბზინავდა, სინამდვილეში ზუსტად ასეთია. აი აქ ურტყავს შუქი და ბზინავს და აქ დანარჩენი ისე არ ბზინავს, მაგრამ არის ძალიან ლამაზი. მოკლედ მეტი რო აღარ შეგაწყინოთ. აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს, უღრმეს მადლობას გიხდით რომ უყურეთ ბოლომდე, დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონათ. მომავალ შეხვედრამდე.